მოგესალმებით პატრიციულ რადიო მსმენელებო ტელემაყურებლებო მედია კავშირი ობიექტივის გადაცემა CV პასენ თუ გინდა მშვიდობა თუ ეძებ მშვიდობას ჩვენ დღეს ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს და ჩვენ როგორც დავაანონსეთ რომ დღეს მეორე გადაცემა იქნებოდა ტამიშთან დაკავშირებით მაგრამ ჩვენ უფრო გავაფართოვეთ ეს სპექტრი რადგან წინა გადაცემაზე 1 ივლისს ჩვენ თითქმის მოვიცავით მთელი საბრძოლო ბატალიები რაც იქ ჩატარდა და როგორ ჩატარდა ჩვენ ვიცით რომ ეს ბრძოლები ორში რო დაიწყო დამთავრდა 10 რიცხვში და ეს იყო მეორე გამარჯვება რომელსაც მიაღწია ქართულმა ჯარმა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში სადაც კარგად გამოიკვეთა ნიჭი ქართული მხედრობის მაშინ პირველი ნათლობა გაიარა თავდაცვის მინისტრმა გენერალმა გია ყარყარაშვილმა და მისი ეს ნათლობა თვითონ ხელმძღვანელობდა იმ საბრძოლო მოქმედებებს, თვითონ ხელმძღვანელობდა შტაბს, მართავდა იქ და შტაბებიც კარგად მუშაობდნენ და ჩვენ ვიცით შედეგი როგორია, მაგრამ ერთი რამ რომ ბევრს გონია რომ ეს დესანტის ისინი ძალიან მაგრად მომზადებული და მომზადებული პირადი შემადგენლობა ყავდა მოწინააღმდეგის დესანტი, რომელიც 500 კაცი გადმოვიდა ნახევარზე შეიძლება ნახევარიც ვერ მოასწრეს გადმოსვლა რადგან იმ დესანტში მონაწილე პირადი შემადგენლობა გაჩერებული იქნა ზალპური საცეცხლე მოქმედებით, артиллериით, პირადი შემადგენლობით, იქ განლაგებული პირველი საარმიო корпуსის და დღეს როგორც შეგვირდით ჩვენ ამ გადაცემაში მონაწილეობას ღებულობს ჩვენი ხშირი სტუმარი, მაგრამ არც ისე ხშირი, მაგრამ პირადად ამ ბრძოლის მონაწილე ამ ბრძოლის მე-11 ბრიგადის პირველი საარმიო корпуსის მე-11 ბრიგადის მეთაური, მაშინ პოლკოვნიკი, დღეს გენერალ-ლეიტენანტი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი ბატონი დავით თევზაძე, სადაც ბატონმა დავითმა იმავე 2 თუ 3 რიცხვში მიიღო კონტუზია, 4-ში მიიღო კონტუზია, არ გამოსულა იქიდან, მაინც შტაბიდან მართავდა იქ პირას შემადგენლობას, ძალიან სასტიკი ბრძოლები იყო, რადგან მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი იყო, მომზადებული იყო ყველა მხრივ. და ამიტომ ჩვენ ბატონო დავით, მე ერთი რაღაცა ვიცი, რომ თქვენ საერთოდ არ გიყვართ ამ თემაზე ლაპარაკი და ძლივს დაგითანხმდით, რომ რაღაც ტამიშის ოპერაციაზე ორი სიტყვა. თანაც იმიტომ გინდათ, რომ გვინდა ჩვენ რომ თქვენ თქვათ, გასახსენებელია ბევრი იქ დაღუპულები, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირადი შემადგენლობა, ეს როგორც იყო ოჩამჩირის მიმართულების სარდლობის პირადი შემადგენლობა, როგორც იყო პირველი საარმიო корпуსის და რომელიც 23 ბრიგადიდან მეორე საარმიო корпуსის პირადი შემადგენლობა. ერთობლივი და თქვენ მახსოვს ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, ასეთი შეკრული საქართველო არც მანამდე და არც ამის შემდეგ მე არ მინახია, როგორც მაშინ იყო იმ საბრძოლო მოქმედებებში. მე მინდა ბატონო თქვენ დაგითხოვთ მიკროფონი და შემდეგ გადავიდეთ სხვა კითხვაზე, რომელიც არის უკვე შემოსული, დაანონსებულიც არის და თქვენ საიკითხეთ მეც და მინდა ჩვენი გადაცემა ძალიან საინტერესო იყოს დღეს. ბატონო გურამ, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ მსმენელს და თქვენ მაყურებელს. მე მაინც სხვა თემიდან დავიწყებდი, გუშინ იყო არაჩვეულებრივი დღე, 7 ივლისი. პირველ რიგში იმიტომ იყო არაჩვეულებრივი, რომ სამხედრო საზღვაო ძალების დღე გახდათ. დღეს კი არავინ არ ზეიმობს, იმიტომ რომ ზეიმის სუბიექტი არ არსებობს საქართველოში. მაგრამ ვისაც ახსოვს, რა პირობებში იქმნებოდა, როგორ ვითარდებოდა, რას მიაღწია. ხო? ეს ადამიანები არიან, პირველ რიგში მათ დიდი მადლობა იმ შრომისთვის, რომელიც მათ გაწიეს და მეორე მე მათ ულოცავ ამ დღეს და მე მაინც მწამს რომ ერთ დღეს აღდგება ისე როგორც ბევრი რამე აღდგარა საქართველოში, რაც ჩვენ წაშლილი გვეგონა. მეორე გუშინ ორ არაჩვეულებრივ ადამიანს გენერალ-მაიორ შუბლაძეს და გენერალ-მაიორ კობალაძეს ჰქონდათ დაბადების დღე. სხვათა შორის არ გამჭირვებია რიგითობის ისა ვინაიდან გენერალ-მაიორი შუბლაძე ცოტა ადრე დაიბადა. ჯერ შუბლაძე დაიბადა, მე კობალაძე. და ორივე უფრო ადრო მიიღო. ორივე ნაბრძოლი გენერალი უნდა გითხრათ. ორივე საკმაოდ მძიმე ჭრილობები შეხვდა
აფხაზეთის ომის დროს საოცრად დამსახურებული ადამიანები და ერთადერთი რაზედაც შეიძლება ადამიანს გული დაწყდეს არც ერთი არ არის იმასაკის რომ დათხოვნილი იყოს ჯარიდან ანუ ბოლო 12 წელი ქართულ არმიას წაართვეს შესაძლებლობა რომ ამათ ემსახურათ მათ კი არ წაართვეს შესაძლებლობა ორივე მშვენივრად არის და მოღვაწეობს თავის უნარებს ბატონი თენგიზი ასწავლის იცით თქვენ და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვან თემებზე მუშაობს და ხელმძღვანელობს ვეტერანთა ერთ-ერთ საზოგადოებას მაგრამ მას ჯერ კიდე აქ დრო კონი 64 შესრულდა და 65-მდე მსახურობს გენერალი ზოგადად ისევე როგორც ბევრ ჩვენგანს წაართვეს ეს საშუალება და ეს არის გულდასაწყვეტი არმიამ მეტი დაკარგა მე ასე მიმაჩნია ვიდრე პიროვნულად ამ ორმა ადამიანმა მე მათ უსურვებ ჯანმრთელობას მე მათ უსურვებ ხანგრძლივ ცხოვრებას და ისე მისულიყვნენ იმ ასაკამდე როდესაც ადამიანს უკვე აწუხებს თავისი წლები რომ სასაყვედურო ამ ცხოვრებასთან არაფერი არ ქონოდეთ ეს არის ის რის თქვაც მინდოდა ვიდრე იმ თემაზე გადავიდოდეთ ახლა რა შეიძლება იმ თემას არა ახლა ბევრნაირად შეიძლება ამ თემასთან მიდგომა მე ამას წინათ წავიკითხე სხვათა შორის ის მოგონებები თლათ არ არის მაგრამ ისტორია რამდენიმე აფხაზური ნაწილებისა სადაც ეს ბრძოლები არის აღწერილი აფხაზურში მე არ გულისხმობ წმინდა ნუ იქ იმ ხარეს მებრძოლი ადამიანებისა და მე ერთხელაც ვთქვი აქა რომ გაცილებით მასშტაბური იყო ის სურათი ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამდით ადგილზე ჯერ ერთი როგორც ირკვევა ამ მოგონებებიდან ივლისში სოხუმი უნდა დაცემულიყო ამიტომ დესანტის დანიშნულება როგორც ჩანს არ იყო მარტო გზის გადაკეტვა იქ პლაცდარმი უნდა შექმნილიყო საკმაოდ ძლიერი რომელიც საშუალებას მიცემდა სოხუმიდან ძალების გადმოქაჩვისას რაც პრინციპში განხორციელდა და ადვილად თქვათ სოხუმის დაკავებას რამდენიმე მიმართულებიდან აი ეს სურათი იკვეთება ნუ თავდაპირველად ახლა მე უნდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ ველოდით ჩვენ რაღაცნაირად ხო მაინც მოახერხეს მათ და ეს ალბათ ნაკლია იმ ნაწილებისა რომელმაც პირველად განიცადა დარტყმა ინიციატივაც მაგათი იყო და ის ლაპარაკი რომ ღამე შემოვიდნენ ეს არ არის გამართლება ღამე თუ შემოვიდნენ და შენ გზაზე ხარ არა შენ უნდა მოახერხო და მძინარეები არ უნდა დაახოცინო შენ ჯარისკაცები ან პირველი მსხვერპლი სწორედ პირველ საათებს მოყვა რომ არა ვთქვათ артиლერიის ჩარევა ოჩამჩირიდან გაცილებით მძიმე იქნებოდა ის ყველაფერი რაც ჩვენ მაშინ განვიცადეთ ხოლო მე რატო ვამბობ რომ რამდენიმე პლანი აქვს ერთია როცა როგორ ჯარისკაცი უყურებ რა ხდებოდა და შენი მონაკვეთი გახსოვს მარტო მეორეა როდესაც უყურებ ამას ყველაფერს როგორც შენაერთის მეთაური და მესამეა როდესაც ამას ხედავ შენ შედარებით ფართესურად კი არა მაქსიმალურად ფართესურად როცა თავარსარდლის პოზიციიდან უყურებ ყველაფერს ამიტომ არის ხოლმე რომ
თხრობები განსხვავდება ერთმანეთისაგან. მეტიც ახლა ის ჯარისკაცები, რომლებიც მარცხენა ფლანგზე იყვნენ, ყვებიან განსხვავებულ, ასე ვთქვათ, ამბებს, ვიდრე ის ჯარისკაცები, რომლებიც 200 თუ 300 მეტრით მარჯვნივ იყვნენ. თუმცა ერთდროულად და ერთ სიტუაციაში იბრძოდნენ რეალურად. მეტიც ზოგჯერ მეთაურები ყვებიან სხვადასხვა რაღაცას, მაგრამ ფაქტია, რომ ერთს ვერ გადაშლის ვერაფერი, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად ეს ტერმინი ქართული შეიარაღებული ძალები ძალიან პირობითად შეიძლება იხმაროს ადამიანმა, არაჩვეულებრივი სიმტკიცე გამოამჟღავნეს, არაჩვეულებრივი თავდადება გამოამჟღავნეს და შეუძლებელი გახადეს იმ პერიოდში სოხუმის დაკავება. მეტიც სხვათა შორის მე რო ვახსენე რაღაც წავიკითხე მეთქი წამოსვლის წინ. სომხური ბატალიონის თავგადასავალი იყო აღწერილი. იქ არის აღწერილი აი ამ მარცხის მერე როგორ წავიდა სააზროვნო პროცესი დაგეგმარების მიხედვით და როგორ წავიდა განხორციელება, როგორ მზადდებოდა უკვე სოხუმზე შეტევა, რომელიც სექტემბერში განხორციელდა. ემით არის საინტერესო, ამიტომ ძალიან დასანანია, რომ სამხედრო ისტორიკოსები არა მარტო იმ მასალებს არ იძიებენ, რომელიც აქ საქართველოში და ადამიანებს დოკუმენტურად გააჩნიათ, იმიტომ რომ არის ესეთი მასალები, ფოტომასალებიც არის, ვიდეო მასალებიც არის. მე რამდენიმე ადამიანმა ელექტროვერსიები გამომიგზავნა იმ რუკებისა, რომელიც თვითონ ჰქონდათ. რაღაც რუკა მეც ამაქვს, ხო? არამედ არ კითხულობენ ამავე დროს ის, რაც იწერება მეორე მხრიდან. ისიც ძალიან საინტერესოა. სხვანაირად სრული ანალიზი არ გამოვა. მე ბევრად უფრო ასე ვთქვათ, ბევრად უფრო მაღალი განცდა გამიჩნდა სიამაყის, რომ მონაწილე ვიყავი ამ ამბებისა, რაც წავიკითხე, ვთქვათ, მეორე მხარის დაწერილი მოგონებები. მთელი მასშტაბი დავინახე მე, რა გავაჩერეთ, რის ფასად გავაჩერეთ და გული რო არავის არ დაწყვეტია, ვინაიდან შედეგი იყო ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი სახე პირველ რიგში და შევინარჩუნეთ სოხუმი, რომელიც თეორიულად თუ მივადგებით, სიმძიმის ცენტრი არსებობს. ესეთი ცნება კლაუზევიციდან აჯერ კიდე. რაღაცნაირად იქცა სიმძიმის ცენტრად. რაც ახლა უკანა რიცხვით შეიძლება ადვილი იყოს ლაპარაკი, იყო მცდარი. სოხუმი არ იყო სიმძიმის ცენტრი და არც უნდა ყოფილიყო. ეს არ იყო მოსკოვი, რომლის უკან ვთქვათ, სტალინი არ აპირებდა უკან დახევას და მოსკოვის დათმობას. და მეტიც შეიძლებოდა სხვანაირად აგება თავდაცვის ზღუდეებისა ბოლო ეტაპი მაქვს ხედველობაში, რომელიც ომს იქამდე გააჭიანურებდა, რომ შეუძლებელს გახდიდა მის გაგრძელებას მოწინააღმდეგისთვის. მოწინააღმდეგე იყო გამოფიტვის ზღვარზე რეალურად. სამწუხაროდ სანამ ეს ანალიზები და ის არ იდება და არ ისწავლება და არ ხდება მსჯელობის საგანი, ხო? რაც ერთის მხრივ ამოხრუჭებს ქართული სამხედრო აზრის განვითარებას. რეალურად ამოხრუჭებს, შესაბამისად ვერაფერი კარგი განვითარების თვალსაზრისით, პრაქტიკული განვითარების, რაც არ უნდა კარგი მრჩევლები ყავდეს, სამხედრო ძალები წინ ვერ წავა.
ახლა ერთია კაი რომ გაჩნდა ადამიანების ჯგუფი, რომელსაც აკითხულია კლაუზებიც და კიდე რაღაცეები. ხო? მე მახსოვს როგორც ცდილობდით თქვენ რომ ოფიცრებს სონდოდათ სუნძი. და მიუხედავად იმისა, რუსულად არსებობდა მაშინ სამინისტრომ მოახერხა გამოეცა ქართული თარგმანი. და კურსანტებს ეძლებოდათ ეგა უცლებოდა. ეს იყო პირველი ნაბიჯები. იმის მერე უფრო შორს უნდა წავსულიყავით და წესით დღეს საკმაოდ ესე ვთქვათ წონადი ნაწარმოებები უნდა არსებობდეს შესახებ იმ ომისა, რომელიც დამთავრებიდან იმ ცხელი ფაზის დასრულებიდან დაახლოებით 25 წელი გავა. 25 წელი კი არის ის დრო, რომ ნარატივები ასეთი კი არ დაიდოს, რომ ეს მოხდა, ეს წავიდა, არამედ ანალიზი. ისევე როგორც არაჩვეულებრივი წიგნები იბეჭდება მეორე მსოფლიო ომზე, ისრაელ-არაბების ომზე. სხვადასხვა ძალიან მალე დაიწყეს წერა ქარიშხალ უდაბნოში. არაჩვეულებრივი წიგნები გამოვიდა და ყველა მაღალი რანგის სამხედრომ, რომელიც მონაწილეობდა, ჩათვალა თავი ვალდებულად, რომ აი ეს თავისი ხედვა ამ ბრძოლებისა გამოექვეყნებინა. მაგრამ რა არის, ბატონო გურამ, ეს რო გაკეთდეს ოფიცერი, 20 მეთაური, 100 მეთაური, ბატალიონის მეთაური უნდა მიეჩვიოს საბრძოლო ოპერაციის ჩატარების შემდეგ ამ ბრძოლის აღწერას. სხვანაირად ეს არც კულტურა ყალიბდება ასეთ დოკუმენტაციის შექმნისა და არც რეალური ცოდნა გაგვაჩნია იმაზე, რა როგორ კეთდებოდა. ეს არის ზოგადი წესი არმიის. არმია ასე მუშაობს. იბრძვის ოცეულია თუ რაღაცა არის, ხო? ამოცანა რა აქვს? მეთაურზე კარგად არავინ არ იცის და რას ნიშნავს ამ ამოცანის წარმატებით შესრულება. ამას ითხოვს ზემდგომი მეთაური. ეს უნდა იწერებოდეს. ყველას რო ძინავს, მეთაური უნდა იჯდეს და იმ დღის ანალიზს აკეთებდეს და აკრძავნიდეს ზემდგომ მეთაურთან. იმიტომ რომ ზემდგომ მეთაურს კონდეს საშუალება მის განკარგულებაში თუ 3 ოცეული მოქმედებდა შეხედოს მან მისი ამოცანა რის ხარჯზე შეასრულა. და ასე იდება ეს ყველაფერი და არქივებში იდება, მერე მეცნიერები ჯდებიან, სწავლობენ და ასე შემდეგ. აი ამას გარკვეული ასე ვთქვათ სხვა მიდგომა ჭირდება საკუთარი შეერაღებული ძალების ისტორიისადმი. ახლა ჩვენ ვიცით მარტო აი ეს თხრობები, რომ აი იმანის არ დათმო, ამას არ დაუჯერა, იქ წავიდა, იქ ივაშკაცა, ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ეს რჩება ჰაერში. გაივლის კიდე 10, 15, 20 წელი და ამბის მომთხრობიც რო არავინ არ დარჩება, თქვენ მერე ნახეთ მითოლოგიის ასე ვთქვათ აღზევება საქართველოში. და ბევრ იმ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი დადო წარმატების სპინაზე, უამრავი ცილის წამება შეხვდება შემდგომში. აი ეგ არის გულდასაწყვეტი. ამიტომ ჩვენ როცა ვიხსენებთ ადამიანებს, ხო? ჩვენ ვიხსენებთ მათ. დააკვირდით საზოგადოებას. საზოგადოება უკვე აღარ იხსენებს. შეიძლება სოციალურ ქსელებში ვიღაცა თუ დაწერს რაღაცას ან დადებს რაღაცას, რამდენიმე ადამიანი გამოეხმაუროს და ეს ლოზუნგი დიდება გმირებს, ასევე ჰაერში რჩება. ეს არის გულდასაწყვეტი ბატონო გურამ. ბუნებრივია მე არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი. იმიტომ რომ ახლა ბატონი გიასთვის კი
პირველი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი სარდლობა იყო. ის თელ სივრცეს უყურებდა და ყველგან ასწრებდა. მე პირველად ვიყავი ბრიგადის მეთაური. როდესაც ბრიგადა შევიდა ბრძოლაში. მე მანამდე ბრძოლისთვის არ მიხელმძღვანელია ამ მასშტაბით. და გარკვეულწილად ეს თრგუნავდა. იმიტომ რომ ზარი შემოიყვანა ბატონ დავით და შეცდომის ფასი იყო ძალიან დიდი. და ამიტომაც იყო რომ ისეთ ადგილას აღმოუჩნდი წინა ხაზზე, სადაც წესით არ უნდა ყოფილიყო. შემოუშვა ზარი კი ბატონო. თქვენმა გამოჩენამ საერთოდ ის ხალხიც აიყვანა და შეტევაზე გადავიდა. ლატასე ვალერი ხარა იაყვება რომ ვაშკაცოვიდა იმიტომ ამ ადამიანმა გამაგვირვა. და ხალხიც მას მიყვებოდა ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. შემოიყვანეთ ზარი. ბოდიში რო გაცდემინეთ. ისმენ. გაითიშავა. ბატონ დავით, აი მე ვიცი და აი თქვენ მეზღვაურებს მიულოცეთ და აი მინდა მეზღვაურებზე ერთი-ორი სიტყვა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ისეთი ბევრი ძალა ჩადეთ მინისტრობის დროს სამხედრო საზღვაო ძალების განვითარებაში. თქვენ გახსოვთ როგორ მოქმედებდა ნომის დროს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას თქვენი ბრიგადის უმთავრესად სამხედრო საზღვაო ძალები აკეთებდა იმ წირი რაოდენობით მცურავი საშუალებებით. თქვენ ყველას იცნობთ, ყველას დიდ პატივს და ყველას უყვარხართ, რადგან თქვენ მათ ყოველთვის დიდ პატივს სცემდით. ერთი-ორი სიტყვით მინდა შეადაროთ. ახლა მეზღვაურები რომ მიყვარს, ეგ სუბიექტური მომენტია. ერთი მე სოხუმში ვარ დაბადებული, თუ გახსოვთ. და ზღვა ყოველთვის რაღაც სხვანაირად ჩარჩა ჩემ მეხსიერებაში. გარდა ამისა, ჩვენ ოჯახში იყო ერთი საკმაოდ წარმატებული მეზღვაური მეორე მსოფლიო ომში. საკმაოდ ცნობილი იყო. საბჭოთა კავშირის საბჭოთა კავშირის გმირი იყო კი. ერთადერთი წყალქვეშინავის მეთაურებს შორის ქართველი. დია. 3 თუ 4 მეთაური იყოს ქართველები. წყალქვეშინავის მხედველობაში. მაგრამ ეს სენტიმენტებია. შევხედოთ სხვანაირად. არ დაასახელეთ და სახელი რატომაც მარტო. იაროსლავ იოსელიანი. იაროსლავ იოსელიანი. სხვანაირად შევხედოთ საკითხს. რაც არ უნდა ძლიერი სახმელეთო კომპონენტი ყავდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახით, საქართველოს გააჩნია ერთი რეალურად სუსტი ადგილი, ეს არის სანაპირო ზოლი და კოლხეთის დაბლობი. ეს არის ღია კარები საქართველოში. ამიტომ ის რაც შეაფერხებდა ამ მიმართულებიდან ვთქვათ შეღწევას თუნდაც ქუთაისამდე რა ფასიც არ უნდა დაგვიждომოდა ეს ჩვენ უნდა უზრუნველგვეყო. მეტნაკლებად მოახერხეთ ბატონო გურო. რის საშუალებას ახლა სახელმწიფოს რესურსი იძლეოდა. მე რატომ ამბობ რომ ჩვენ მოახერხეთ ის რომ ჩვენი დროშა შავი ზღვის ქვეყნებს შორის შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის საზღვაო ფლოტებთან სხვა ქვეყნებს შორის იდგა ქართული დროშა და მეტიც ჩვენ ერთხელ უმასპინძლეთ საკმაოდ მსხვილმასშტაბიან საზღვაო წვრთნებს და გარდა ამისა ერთხელ ვიყავით თავმჯდომარე ქვეყანა შავი ზღვის გაერთიანებული ძალების, რომელიც მაშინ სხვადასხვა რუსებიც მონაწილეობდნენ მან და Black-Sea-4. ანუ ეს იყო ფორმატი, რომელიც შავ ზღვაში, ესე იგი გარკვეულწილად უზრუნველყოფდა ბალანსს, შესაბამისად მშვიდობას და გარდა ამისა ურთიერთდახმარებას სხვადასხვა სიტუაციების დროს ზღვაში.
არაორდინარული სიტუაციები მხედველობაში, ვიღაცა შველა დაჭირდება და რაღაც. ამაში იდებოდა ბოლო რესურსი. სხვათა შორის და ეს საკმაოდ შეგნებულად და გამიზნულად კეთდებოდა. მეორე სუსტი ადგილი ეს არის მართლა რაც არ უნდა ძლიერი სახმელეთო კომპონენტი ყავდეს, ჰაერს თუ არ აკონტროლებ. თანამედროვე სივრცე ომებისა ეგ არის. ყოველ შემთხვევაში. ახლა კი გაჩნდა სხვადასხვა სივრცეები, ვთქვათ. რომელიც ნაწილობრივ უფრო ეფექტურია, თუ კი ხალხზე ზემოქმედებას გულისხმობთ. გააჩნია რისკენ წარმართავთ ჩვენ აი ამ ვექტორს გამარჯვებისას, ხო? თუ წარმართავთ საზოგადოებაზე, შეიძლება საერთოდ არ დაგჭირდეს თვითმფრინავი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მთელი საზოგადოება თავდაყირა დააყენო. ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ახლა ომის ხედვა რო ვითარდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა ხედვა ომისა ისტორიას ბარდება. თანაარსებობენ. შემდეგი თაობის ომი არ აუქმებს წინა ომებს. არამედ თანაარსებობენ და ყოველ შემთხვევაში ჩვენ სამეზობლოში ის კომპონენტები, რომელიც კლასიკურად ვიცით ჩვენ ქვეყნის დაცვას რო ჭირდება, აუცილებელია. ხო ჩვენ ერთი უბედურება ავტეხეთ, ყოველ შემთხვევაში ყველა სხვა თემა გადაიფარა ამ თემით, ბანერი გადმოწიეს თითქოს მე არ ვიცი ჯერ ერთი გადმოწიეს თუ არა, იმიტომ რომ მე არც ერთ მედია საშუალებას არ ვენდობი. ვინ გაზომა მანამდე რომ 400 მეტრი ჩიგნით იყო. არავის არ გაუზომია, ხო? დავიწყოთ აქედან. მეორე, ჩვენ არ ვიცით რა ფარგლებში დავთმეთ ჩვენ 2008 წელს ჩვენი ტერიტორიები. ხო ის 6 პუნქტიანი გეგმა ასე არიდება ხელშეკრულებები ცეცხლის შეწყვეტას. თქვენ გახსოვთ, რამდენჯერმე მოეწერა აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას და ყველა ხელშეკრულებაზე დატანებული იყო რუკა. კი. და სამხედროები დადიოდნენ და იმ წერტილებს რუკაზე ჯერ სხემა კეთდებოდა უხეში და მე რუკაზე კეთდებოდა. ჩვენ ეს რუკა არ გვინახია. გამორიცხულია რომ არ არსებობდეს რუკა რა ტერიტორიაზე ჩვენ დავთმეთ. მისა. ხო? ამიტომ ეს უნდა თუ ამის გარეშე გაკეთე, ეს მეორე დანაშაული. ეს მეორე დანაშაული. რატო ვამბობ მაგას? ეს ცალი მხარეა, ნუ ვიცით, რუსეთი ოკუპანტია, ოკუპირებულები ვყავართ და ყოველთვის შემოღაბავ შენ თუ უქმნი სასათბურე პირობებს ოკუპაციისას. ბუნებრივია, ხო? ამან გადაფარა მეორე თემა, რომელიც მე უფრო საშიშად მიმაჩნია. თუ ამან ტენდენციის სახე მიიღო. თქვენ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის მესაზღვრებმა დაიკავეს დავითგარეჯი. ამავე პერიოდში თურმე სომხეთს გადმოუწევია საზღვარი 400-500 მეტრით. და ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით. ამის შემდეგ ჩდება დემარკაციის აი ახლა 2 დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩვენებს მოუწერიათ ხელი სომხეთთან დემარკაციაზე საზღვრის საბოლოოდ ერთადერთი მონაკვეთი ყოფილა სადაო და ის ჩვენ დაუუთმეთ. და რა მონაკვეთზეა ლაპარაკი? ხუჯაბზეა ლაპარაკი, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ სომეხმა მესაზღვრებმა დაიკავეს. და ჩვენ საერთოდ არ ვიცით ამის შესახებ არაფერი. და შემთხვევით ჟურნალისტები როცა შევიდნენ ამ სამონასტრო კომპლექსის გადასაღებად, ცეცხლში მოყვნენ.
და მათ უთხრეს, რომ თქვენ სომხეთის ტერიტორიაზე შემოხვედით. და ამის მერე ხდება კომისიაზე ეს სადაო და ჩვენ ვუთმობთ. რას ნიშნავს ეგა? ეს რო იყო სხვა ტერიტორია კიდე ვთქვათ უნაყოფო რაღაც. იქ დგას ქართული კულტურის ძეგლი, რომელიც იქ დგას მე-13 საუკუნიდან და რომელიც მომქმედი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისშიც. მეტიც საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელმაც ყველაფერი მოაჭრა საქართველოს რისი მოჭრა შეიძლებოდა, ხუჭებს ხელი არ ახლო. ის დატოვა მარნეულის რაიონში. ანუ უყურეთ რა ხდება. 70-იან წლებში მდინარეს შეუცვლია კალაპოტი და ჩვენ 30 თუ რამდენი წელი გავიდა, 40 წლამდეა გასული, ვაღდგენთ სამართლიანობას და აი შეცვლილ კალაპოტს, რომელზედაც თურქეთს არასდროს არ ქონია პრეტენზია საბჭოთა კავშირთან, ხო? ვაძლევთ ამ ტერიტორიას თურქეთს. ჩვენ ვუთმობთ ტერიტორიას სომხეთს, ჩვენ ვუთმობთ ტერიტორიას აზერბაიჯანს. კი, ვენაცვალე სულში არაჩვეულებრივი ხალხია, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ინტერესი რა არის, შეგიძლიათ გამაგებინოთ? ანუ აი ეს თემა რატომღაც მიჩუმათებულია და არავინ ამაზე არ ლაპარაკობს, არავინ ამაზე პროტესტს არ წერს. და რა განსხვავება? მე მეცაც გეტყვით, ეს უფრო სახიფათოა. და აი აქ იკვეთება ზუსტად ის, რომ ყოველთვის აიღებს ის. რატომ? იმიტომ რომ იმას საზღვარზე ჯარი უყენია. იმათი მესაზღვრეები პოლიციელები არ არიან. და მაგათ ყოველთვის შეუძლიათ სამხედრო უპირატესობის მოპოვების მიზნით, ან ჩვენთან სამომავლოდ, ან და იცით თქვენ დაძაბული ვითარება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ჩვენ საზღვართან იკვეთებიან ერთ ადგილას ესენი, მათი ინტერესები. აი ამ უპირატესობის მოპოვების მიზნით ისე შეუძლიათ ჩამოგაჭრან ტერიტორია, რომ ჩვენ შეიძლება ამის შესახებ ვერაფერი ვერ გავიგოთ. ახლა კაი გზიდან გამოჩნდა ბანერი და დავინახეთ ჩვენ. პერევში რო გადმოწიონ საზღვარი. იმას როდის გავიგებთ? ან რა რეაქცია გვექნება? საინტერესოა, ხო? და არის უბრალო რაღაცა. რაც არ უნდა განვითარებული მოდელი არსებობდეს და დემოკრატიული მოდელი საზღვრის დაცვისა, შენ სამეზობლოში რა მოდელებიც არის, იმ მოდელს უნდა მოერგო პირველ რიგში და არა დემოკრატიის იდეას ზოგადად. თუ სომხეთს უყენია სასაზღვრო ჯარი საზღვარზე, საქართველოს უნდა ეყენოს სასაზღვრო ჯარი. თუ აზერბაიჯანს უყენია სასაზღვრო ჯარი საზღვარზე, საქართველოს უნდა ეყენოს სასაზღვრო ჯარი და არა უბრალოდ პასპორტების გამტარი პოლიცია. მე თვითონ შევესარი პერევში, შარშან რომ დავდიოდი, ორჯერ ვიყავი ჩასული. ისე ძალიან დამაინტერესა იქ ვითარებამ. ხიდია პატარა. ქართული სოფელია გაყოფილი ორად. მდინარის იქით, აქედან მოსახლეობას არ უშვებენ. მდინარის იქიდან ბავშვები დადიან სკოლაში, იმაც უშვებენ. ისე ნაბურები. იქიდან დგას რეალური სამხედრო ადამიანები. იმათი მხრიდან. აქეთან მხრიდან დგას პოლიცია. არათანაზომადია ეს დაპირისპირება. და რაც არ უნდა ვაჟკაცი იყოს, ის პოლიციელი, რომელიც იქ არის, მას არ აქვს ის საშუალებები, რომლითაც შეუძლია აგრესია გააჩეროს. მოგერიებაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ანუ საითაც არ უნდა წავიდეთ, ვადგებით რა საკითხს იცით ბატონო გურამ? რომ ჩვენი დიპლომატია უფხოა არა იმის გამო, რომ ვიღაცამ ლაპარაკი არ იცის.
ან და არ ესმოდეს საკითხი როგორ წოდება. საკითხის გამწვევების შემთხვევაში საქართველოს არანაირი საშუალება არ აქვს, რომ დაუპირისპირდეს, მხარი დაუჭიროს, ასე ვთქვათ, იმ დიპლომატიურ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს. მე მინდა ჩავიხედო იმ კომისიის წევრების ტვინში. აქ 300-400 მეტრზე კი არ არის ლაპარაკი. აქ არის ჩვენი კულტურის ნაწილზე, ჩვენს სხეულზეა ლაპარაკი. და მეორეც არის, ბატონო გურამ. ერი თუ არის ცოცხალი ორგანიზმი, მას სჭირდება განვითარება. ხო? გეთანხმებით, ბატონო და ეს ვითარდება გეოგრაფიულ სივრცეში. და ამ გეოგრაფიულ სივრცეს თავისი პარამეტრები გააჩნია. გაიხსენეთ როგორ ისტორიიდან როგორ აგებდა საფრანგეთის საზღვარს რიშელიე. ხო. როგორ აგებდა რაიხის საზღვრებს ჰიტლერი. შვენივრად არის ეს აღწერილი, იქნებათ ჩერჩილს აქ აღწერილი, ბევრს, აი არ გჯერათ სხვა ისტორიები, ხო? უინსტონ ჩერჩილი, მეორე მსოფლიო ომი, პირველ ტომში, ეს არის აღწერილი არაჩვეულებრივად. ავსტრია და ჩეხოსლოვაკია მისთვის იყო ის ბაზა, რომლითაც ის თავის სასიცოცხლო სივრცეს აუცილებელს გერმანიის განვითარებისათვის. ასე ხედავდა. ასე ხედავს რუსეთიც. და ეხლა კი არ დაიწყო რუსეთმა ასე ხედვა. დაიწყო ასეთი პოლკოვნიკი იყო სნესარევი, თქვენ გაგონილი გექნებათ. ადამიანი, რომელმაც რეალურად შექმნა სამხედრო გეოგრაფია. ნუ ახლა გეოპოლიტიკას ეძახიან ამას. არაჩვეულებრივად დაწერილი წიგნია, სადაც ის ასაბუთებს, სად უნდა გადიოდეს რუსეთის საზღვარი, რა ფარგლებში, რომ რუსეთმა თავი შეინარჩუნოს როგორც სახელმწიფო. და ასეთი ხედვა გვაკლია ჩვენ. და კაცი არ არის ქრისტიანი, რომელიც ამ ხედვას დადებს, ანდა ხელს შეუწყობს სხვებს, რომ ეს ხედვა დადონ. მახრევ არაჩვეულებრივი წიგნები იწერებოდა 18 წელში. წინა საუკუნე მაქვს მხედველობაში. არის არაჩვეულებრივი პატარა წიგნია, ძალიან საქართველოს საზღვრების აღწერა. გონი ჯავახიშვილი. იქ არა მარტო ის არის ნაჩვენები ისტორიულადაც გადიოდა საზღვრები. რამეთ რატო გადიოდა ეს საზღვრები იქ? ეს უფრო მნიშვნელოვანია. და სანამ ამის გაცნობიერება არ აგაქვს, 500 მეტრს დათმობდა ისა, ხო? კულტურულ მემკვიდრეობას გადაულოცავს სხვა სახელმწიფოს, რაც არ უნდა კარგი ბიჭები იყო, ხო? ნაცვლად იმისა, ამ კომისიას სადაოდ გაეხადა ლორედა ტაშირი, რომელიც აი ასე აჩუქეს წინა საუკუნის დასაწყისში, ხო? მეზობელ ხუჯაბი დათმეს. ხვალ კიდე რას დათმობენ? და რის ფასად? მშვიდობა შენარჩუნდება და კეთილი ურთიერთობა სამეზობლო ამის ფასად? ეს ასე არ იქნება. ხვალ კიდო მოგთხოვს. ხვალ მოგთხოვს, მას შეუძლია ნებისმიერ დროს გადმოწიოს საზღვარი და აღმოჩნდება, რომ შენ არაფერი არ გაქვს საფასუხო. ბატონო და ძალიან ცოტა დრო დაგჭირდა და მოდი ერთი ზარი შემოვიყვანო და მე შემდეგ მინდა გადავიდე პირდაპირ გადავხვიდით ამ ზარის შემდეგ გერმანიაში აი ლოცვეული შეკრებასთან და ის საშიშროებები რომელიც თემ სოფლიოშია და საქართველოს ამათ აულის გვერდს არაფერი არ მოუვათ რადგან აი ეს საშიშროებები არის დამოკიდებულებები ასეთი რომელიც არის რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი შემოუშვა თორე კიდე და კიდე შემოიყვანეთ ზარი გამარჯობათ. გამარჯობათ. მიერე ჩემი უღრმესი პატივისცემა ბატონო გურამ, თქვენ და ბატონო დავით, რამეზე თქვენ ხართ არის სააბაყოშვილები. და თქვენი გადაცემა არის ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტივის ეთერში. სხვა ტელევიზიებზე საერთოდ საუბარი არ მაქვს. ახლა რა მინდა გითხრათ?
ძალიან მიყვარს ხოლმე თქვენი საუბარი, მაგრამ აი ერთი ეს აუცილებელია, მაგრამ ერთი რაღაცა გვაკლია თითქოს ჩვენ რა. დაწკნის გაკეთება. და რა დასმა მაქვს ხელოვნებაში. ესე იგი, ჩვენ სახელმწიფო არა გვაქვს. თქვენ საუბრობთ ისეთ ესე იგი ექსპერტულ დასკვნებს დევთ თქვენ სპეციალობაში რა თქმა უნდა საფუძველ საკითხებში ხო? ვინაა გამგები? ეგ საუბარი მაშინ ხავს თუ საღა იყვნენ ცნობასა. ხო ასე. ვინ არის ცნობას? ჩვენ სახელმწიფო რომელი სტრუქტურა მუშაობს? სახელმწიფო სტრუქტურა არაფერი არ მუშაობს. ჩვენ სახელმწიფო არ აგვდა, ამიტომ ყველაფერს ყალბად ტერიტორიას, მენტალობას, ახალგაზრდობას, ყველაფერს აბსოლუტურად. ახლა შეიძლება თქვენ არ გეხებათ ეს საკითხი, მაგრამ მაინც მინდა მოდი ასე ვიფიქროთ ერთი აი პატრიარქის სიტყვაზე რამდენი წელი 10 წელი პატრიარქი იზახება. ჩვენ მონარქია უნდა აღვადგინოთ, რომ სახელმწიფო შეუქმნას. როდესაც არ აქვს სასამართლო, ვერც არჩევნებს ატარებ, ვერც გაყალბებას ასწორებ, ვერაფერს ვერ აკეთებ. თუმცა სასამართლო საკმარისია და სასამართლოს შეძლებას 10 წლები უნდა. როგორ შეიძლება 4 წელიწადი და თუნდაც 8 წელიწადი მთავრობა თავისი თავზე მორგების სასამართლოში რამეს მიახსოვს და რამეს სახელმწიფო შეგვიძლია. თუ შეიძლება კითხვა დაგიშვით, რომ გაგცეთ პასუხი. ბატონო? კითხვა დაგიშვით, რომ გაგცეთ პასუხი, რასაც თქვენ ამბობთ, ეს ჩვენ ვიცით და მასია ამ თხოვაში ჩვენ მომავალი არა გვაქვს და იქნება აღვადგინოთ მონარქია, რომ სახელმწიფოს შექმნა დავიწყოთ. აი ეს შეიძლება თქვენ და ჩვენ ვილაპარაკეთ ის არის რა, სახელმწიფო არ გვაქვს და შეიძლება თავიდან დაიწყოთ. არის გულსადგენი ახლა იმ სივრციდან საიდანაც ჩვენ წამოვედით, აი ყველა სხვა ერებთან ერთად, ხო? ნუ ინტელექტუალურადაც თითქოს ისტორიული ბექგრაუნდით, ასე ვთქვათ, და თავისუფლების მოყვარეობით ყველაზე წინ ვიდექით. კი. მეტიც თავგანწირვითაც ყველაზე წინ ვიდექით. გავიდა, მაგრამ რამდენი წელი უკვე. ხო? სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ყველამ უკან ჩამოგვიტოვა. და რაც ყველაზე საწყენია ჩვენ სამეზობლოში. ნუ ახლა თურქეთი არ ამხედველობაში და არც რუსეთი ეს სახელმწიფოები ვითარდება უწყვეტად. ხო? ერთი 300 წელი რუსეთი და დაახლოებით 600 წელი თურქეთი. შეიძლება მეტი. უწყვეტად ვითარდება. ის, ვისაც სახელმწიფო არ ქონია მე-10 საუკუნის მერე. 25 წელიწადში აი ესე კოხტად ლამაზად თავის ინტერესს იცავს და საზღვრის მონაკვეთს გართმევს, თან ხელს გაწერიებს ამაზე. ბანერი რატო არ არის საში? შენ იმას არ ცნობ, ის ოკუპირებულია. ის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი ვერასოდეს ვერ გახდება, სანამ შენ თვითონ არ ცნობ მას. ამიტომ ის ბანერი კი არა, კედელიც რო ააშენონ მანდ. მომავლისთვის ეს პრობლემას არ ქმნის. ხოლო რაზედაც შენ აწერ ხელს. აი ეს ქმნის პრობლემას. ხო? ამ 4 თუ 5 წლის ის ჟურნალისტები არ ჩაუშვეს. 100 წლის მერე მეცნიერს ვინ ჩაუშვებს იქა? ხო? ჩვენ გამოცდილება გვაქვს. კი. ხო და? ამიტომ ყოველთვის როდესაც სამოქმედო არეალს ირჩევ შენთვის, უნდა შეხედო პერსპექტივას. ეს არის მთავარი. 20-25 წლის მერე რა დაიწყება? 20-25 წლის მერე შეიძლება ისეთი პროცესები დაიწყოს, როგორც ახლა ჩვენ გვაქვს ოკუპაციის მუზეუმი, იქ შევიდეს გარკვეულ მასალად იგივე ბანერები ამოღებული და ერთ-ერთ დარბაზში. ოს ადგილი და ჩვენი შვილებიც დღეს ვინც
დარჩენილია სამაჩაბლოში იმათი შვილებიც ერთათივლიანი ექსკურსიაზე და ან შეგვაგინებენ ჩვენ წინაპრებს რომ რა გააკეთეს ესა და და გაიცინებენ ხო სხვა სივრცე იქნება ამის პერსპექტივა არის მაგრამ ის რაზედაც ჩვენ ხელი მოაწერე რომ გადაეცი იმის პერსპექტივა არ არის სანამ საერთაშორისო სამართალი იქნება აი ეგ არის სიმძიმე ახლა გერმანია ახსენეთ თქვენ გერმანია თუ თქვენ ხედულობაში გაქვთ არეულობები ეს ბუნებრივია მე პირველად რომ მოვხვდი მიუნხენის კონფერენციაზე ეს იყო 99 წელი 2000 ძალიან გამიკვირდა როცა გამაფრთხილეს რომ აი ამ ჩამოსაკიდებელი რო აწერია ხუბი ბირკა იარლიხს ეძახდნენ აუცვა ეს გერმანული ბეჯია ხო მოდაში ამითო გარეთ არ გახვიდეო ძალიან გამიკვირდა რატო მე ამაყებოდა კაცო მიუნხენის კონფერენცია ამ ხელა უსაფრთხოებაზე და არა მოსაწევად გამოვედი თუ არა სასტუმროდან შეგნით ხო ვერ ეწევი სასტუმროებში ანუ კუჩაში უნდა დამდგარიყავ პირველი რაც გავაკეთე ინსტინქტურად ეს დავმალე იმ ხელა ბრბო იყო შემოკრებილი გარშემო და დამინახეს თუ არა თან გალსტუკი მეკეთა და რაები არ მეძახეს დაწყებული კაპიტალისტიდან დამთავრებული იმით შევტრიალდი სასტუმროში როცა არის რაღაც მოვლენა რომელიც იდეოლოგიის სახეს იღებს და ეს არის გლობალიზმი ჩვენ გლობალურ სამყაროში გვინდოდა გვეცხოვრა მაგრამ ვერ ვცხოვრობთ იმიტომ რომ კაცობრიობის საკმაოდ დიდი ნაწილი აი ამ სივრცის მიღმა დარჩა და არაჩვეულებრივი რუკა გააკეთეს ამერიკელებმა რომელსაც დაარქვეს აი ზუსტად არის ნაჩვენები სად არ ვრცელდება გლობალიზაცია და მას დაარქვეს არამდგრადობის სარტყელი ეს ეკვატორიდან თანაბარ მანძილზე მთელი გლობუსის გარშემო ლათინური ამერიკის ქვეყნები აზიის ქვეყნები ზოგიერთი და საკმაოდ ის არაბული ქვეყნები თუმცა დანარჩენი სამყარო რომელიც თავის თავს ცივილიზებულს ეძახის აი ეს აქცია მიზნად შესაბამისად ეს იქცა იდეოლოგიად და როგორც იდეოლოგია უკვე ძალადობის ფორმაა და ბუნებრივია ნებისმიერ ასეთ ფორმას უჩნდება თავისი ასე ვთქვათ საწინააღმდეგო ხედვა რბილად რო ვთქვათ ის ადამიანები რომლებიც თავს ანტიგლობალისტებს ეძახიან ნაწილი მათგან სოციალისტია ნაწილი ანარქისტია ნაწილი ის არის ნაწილი ეს არის ის ადამიანები რომლებიც განაწყენებულნი არიან იმ სამყაროზე რომელშიც უწევთ ცხოვრება ხა დააკვირდით რა ხდება დიდი ოცეული ეს რა არის 20 ყველაზე მსხვილი ეკონომიკა იკრიბება და მსჯელობს დედამიწის მომავალზე როგორ უნდა განვითარდეს როგორ უნდა საით უნდა წავიდეს და ასე შემდეგ ბუნებრივია ადამიანების საკმაოდ დიდი მასა იმ არსებული 4 თუ 5 მილიარდიდან რომელიც დღეს დედამიწაზე ცხოვრობს რა მათ არ მიაჩნიათ რომ აი ეს 20 კაცი წარმოადგენს იმას რომლის ჭკუაზეც უნდა იაროს თელმა დედამიწამ ამიტომ არაბუნებრივია არაფერი არ ხდება ცოტა გასაოცარია ის ფორმები გამოხატვის ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ხო ჩვენ აღმოჩნდით ყველაზე კანონმორჩილები დავეთანხმეთ ესე იგი დააკვირდით თქვენ სტატისტიკას მე ყოველთვის ამ სტატისტიკას უყურებ დაშავებულებს როცა ამბობენ რამდენი პოლიციელია დაშავებული რამდენი პოლიციელია დაშავებული და აბა რომელიმეს მიმართ რომელმაც ეს პოლიციელები დააშავა თუ ჩატარდა ისეთი სადამსჯელო მოქმედებები როგორც ჩატარდა ჩვენთან 26 მაისს ან 7 ნოემბერს მანამდე და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანები მიყავდათ
პოლიციის უბნებში. მხოლოდ იმიტომ, რომ იქ გასწორებოდნენ ფიზიკურად. ხოლო როდესაც აი ესე დავაყენებთ საკითხს, რა თქმა უნდა, დემოკრატია კარგია. ხო, ახლა ხუმრობა რომ გადავდოთ სერიოზული ალბათ იყო. ბატონო დავით სამწუხაროდ რვა მოგვეწურა. მაშინ სერიოზულ თემებზე მე ვილაპარაკ. არა, სერიოზული იყო ჩვენი გადაცემა, მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ. მინდა შევახსენო ტელემაყურებლებს, რომ ჩვენი სტუმარი იყო დღეს გენერალ-ლეიტენანტი პროფესორი მეცნიერებათა დოქტორი ფილოსოფოსი ბატონი დავით თევზაძე, რომელიც არის არა მხოლოდ იმ სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი, არამედ მოღვაწეობს იქ, არის პარტიის დამფუძნებელი და პარტიის თავმჯდომარე საქართველოს მშვიდობისათვის და ბევრი სხვა საზოგადოებრივი თუ სამხედროების დამცველი, არც ერთი სამსამართლო არ გამოუტოვებია, სადაც დასაცავი იყო სამხედრო, იმ სასამართლოებში ყველგან იყო. დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ. ტელერადიო კომპანია ობიექტივი გთავაზობთ ყველაზე იაფ სარეკლამო ფასებს საქართველოში. თვეში 900 ლარად. თქვენი ნახევარწუთიანი რეკლამა